მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ აქ ვართ პეტრსენის მუზეუმში და ვიწყებთ ტურს. ესე იგი, ვინც იცით ჩემი Instagram და TikTok სტორიებიდან მე ჩამოვედი შეერთებულ შტატებში იმისთვის რომ გადავიღო ორი ვიდეო, ერთი პეტრსენის საავტომობილო მუზეუმის ტური, როგორც იცით 3 წლის წინ მე უკვე გადავიღე ამ მუზეუმის ტური და აქ ყოველთვის ანახლებენ ხოლმე ავტომობილებს და მაშინ რადგან ძალიან მოგიწევათ გადავწყვიტე რომ მეორედაც გადავიღო და მეორე ვიდეო იქნება სემას ავტოშოუ. ხვალ მივდივარ ვეგასში რომ გადავიღო სემას ავტოშოუ, რომელიც ასევე ამ რხზე დაიდება. ასევე გადადით და გამოიწერეთ ჩემი Instagram და TikTok არხები, იმიტომ რომ იქ უკვე იდება ისეთი კონტენტი, რომელიც ვერ ხვდება YouTube-ზე და ძალიან ბევრს მოწონთ. ამიტომ ნამდვილად გირჩევთ რომ გადახვიდეთ. ახლა კი წამოდი, შევიდეთ შიგნით და დავათვალიეროთ. მოგესალმებით მეგობრებო. სანამ ვიდეოს დავიწყებთ, მინდა გითხრათ რომ ამ ვიდეოს წარმდგენი არის Karus მობილური აპლიკაცია. Karus მობილურ აპლიკაციაში თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი ავტომობილი და თვეში მხოლოდ ერთ ლარად მიიღოთ ჯარიმების შეხსენება, ელექტრობირკა, ანუ ზეთის შეცვლები ჩაიწეროთ იქ და აღარასოდეს აღარ დაგჭირდებათ მანქანაზე იმ ზეთის ბირკის მიკვრა და ასევე ამ ერთ ლარში შედის ტექდათვალიერების შეხსენებაც. გარდა ამისა, მობილურ აპლიკაციაში უამრავ სასარგებლო სერვისს დახავთ. გამოიძახო ავტოასისტენტი, დაჯავშნო ვიზიტი ხელოსანთან და ბევრი სხვა. ასევე შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბრამდე თუ Karus აპლიკაციით გამოიძახებთ ავტოასისტენტს და დახარჯავთ მინიმუმ 100 ლარს, მაშინ მიიღებთ მონაწილეობას iPhone 17 Pro Max-ის გათამაშებაში და 26 დეკემბერს გამოვავლენთ 3 გამარჯვებას. თითოეულ მათგანს გადავცემთ iPhone 17 Pro Max. წარმატებებს გისურვებთ. თუმცა სანამ შიგნით შევალთ, მანამდე მინდა რომ ეს მანქანა ყველას განახოთ, ალბათ შეამჩნიეთ ვიდეოს დასაწყისში და ძალიან დაგაინტერესათ. ეს არის Ford Raptor-ი, რომელიც გადააწყეს აი ასეთ თოვლმავალად და ეს გაკეთდა სპეციალურად იმისთვის, რომ კემბლოქს ეულო ამ მანქანით, სნოუბორდით რაღაც კარგი დღეები და დრო გაეტარებინა, აგერ ხედავთ რომ მოხმარების კვალი ეთყობა უკვე მანქანას. და შესასვლელში დგას ამაყად ეს ავტომობილი მისი ხსოვნის პატივსაცემად. თქვენ აქ ხედავთ რომ არის დამატებული თოვლმავალის მუხლუხოები, ასევე დაკიდება არის ცოტა შეცვლილი. უკან ხედავთ რომ ორი სავარძელი არის, ეს იმისთვის რომ ვინც სრიალებს ის ჩაისვას და აიყვანოს თაზე და იქიდან დაეშვას მერე. ანუ ეს მანქანა ფაქტობრივად სulis საბაგიროს. ნახეთ რა მაგარი რაღაცაა გაკეთებული. ყველა კაცის ოცნება. ახლა კი უკვე შევიდეთ შიგნით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაცები დგას. მე მგონი იმაზე მაგარი ვიდრე წინა ვიდეოში 3 წლის წინ. პეტრსენის მუზეუმი 1994 წელს დაფუძნდა. მოტორობისა და მედიის მაგნატის რობერტ პეტრსენის მიერ. თავიდან მან 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა მსოფლიოში საუკეთესო საავტომობილო მუზეუმის შესაქმნელად. ხოლო მოგვიანებით დაახლოებით 125 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა კიდევ მისი რენოვაციისთვის. მუზეუმში ავტომობილები განლაგებულია 3 სართულზე და დათვალიერება აუცილებლად მესამე სართულიდან უნდა დაიწყო. როგორც კი ლიფტიდან გამოხვალ და დაიწყებ უკვე მუზეუმის დათვალიერებას მესამე სართულიდან, პირველივე შეგხვდება აი ეს ულამაზესი კადილაკი. ეს არის 1959 წლის კადილაკი ელდორადო, რომელსაც აქვს ეს დამახასიათებელი უკანა ფრთები. მაგრამ გარდა იმისა, რომ ასეთი უკანა მხარე სხვა არც ერთ მანქანაზე არ გვხვდება და ეს არის ხელოვნების ნიმუში, აქ ასევე გვაქვს კაბრიოლეტი და ესეთი ლამაზი ფორმები, რომელიც ამანქანას თან ფუნქციონალურადაც იხმარება და თან ძალიან ალამაზებს. მოკლედ, ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კადილაკი, რომელიც ოდესმე შექმნილა. 345 ცხენის ძალა აქვს ამ ავტომობილს, რაც იმ პერიოდისთვის არის ძალიან ბევრი ხალხო. და ეს მანქანა იმდენად მომწონს სიმართლე გითხრათ, რომ ლინკოლნის პროექტს რომ მოვრჩევი, არ გამოურიცხავ რომ ჩემი შემდეგი პროექტი იყოს ეს, განსაკუთრებით ამ წითელი სალონით. ხო და ამ სილამაზეს ცოტა ხანი გამოვეთხოვოთ. აქ კი ვნახავთ ჩვენ პირველ ავტომობილს, ეს არის კარლ ბენცის მიერ შექმნილი პირველი ავტომობილის ზუსტი რეპლიკა, რომელიც კარლ ბენცმა 1886 წელს გააკეთა და ნუ მთელი 75 ცხენის ძალა ჰქონდა. მის გვერდით კი არის 1900 წლის Smith Roundabout-ი, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს სიმართლე გითხრათ რა ავტომობილია, მაგრამ კარლ ბენცის პირველი ავტომობილის დროინდელი როა ეგ ეთყობა, ხოლო აქეთ არის კადილაკის პირველი მოდელი. Cadillac Model A, რომელიც არის პირველი კადილაკი, რომელიც კადილაკმა გააკეთა და აგერ თქვენ ხედავთ პერფორმანსი გააკეთეს ამ მანქანით, კიბეებზე ავიდა დამფუძნებელი. აქ თქვენ ხედავთ პირველი თაობის საბურავს, უпроსტად პირველ რეზინიან საბურავს. საქმე იმაშია, რომ როდესაც ეტლებით გადავადგილდებოდით, ძირითადად ვიყენებდით ხოლმე ხის საბურავებს, რომელსაც არ ჰქონდა რეზინი. და იმის გამო, რომ მიწაზე გადავადგილდებოდით ძირითადად
ამ საბურავებით სიარული აუტანელი არ იყო, ანუ გადაადგილება შეიძლებოდა რა. თუმცა, როდესაც მოგვიანებით ქვაფენილები გაჩნდა და უფრო მყარ ზედაპირზე მოგვიწია სიარული ეტლით, მაშინ გახდა საჭირო რაღაც ალტერნატივა საბურავისთვის. ამიტომ 1850-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა რეზინიანი საბურავები, რომელსაც შემდეგ იყენებდნენ როგორც ველოსიპედებზე, ისე უკვე კარლ ბენცმა, როდესაც პირველი ავტომობილი გააკეთა, დააყენა რეზინიანი საბურავი. თუმცა, ძალიან საინტერესო რაღაცა მოხდა 1890-იან წლებში, უბრალოდ 1880-იან წლებში. 1888 წელს ირლანდიელმა გამომგონელმა ჯონ ბოიდმა შექმნა პნევმატური საბურავი. და პნევმატური საბურავი აგერ ეს არის და პნევმატური საბურავი არის საბურავი, რომელიც არის გაბერილი ჰაერით. კი ბატონო, არ მოგესმა თავიდან ჩვეულებრივ საბურავს, რომელსაც ახლა ჩვენ ვიყენებთ, ერქვა პნევმატური საბურავი. და საინტერესო ფაქტი ამ საბურავის შესახებ ისაა, რომ ეს საბურავი გამოიგონეს ორჯერ. პირველად 1845 წელს, როდესაც ერთ-ერთმა ინგლისელმა გამომგონებელმა რობერტ ტომპსონმა შექმნა ეს პნევმატური საბურავი. თუმცა იმ პერიოდისთვის იმდენად ძვირიჯდებოდა ამ საბურავის წარმოება, რომ უბრალოდ არ იყო მიზანშეწონილი მისი წარმოება და დაივიწყეს რა. თუმცა მოგვიანებით 1898 წელს უკვე ყველაფერი იმ დონეზე დაიხვეწა, რომ ასეთი საბურავის წარმოება გაიაფთა და შექმნეს უკვე პირველი პნევმატური საბურავი. შემდეგ თუ გამოვუყვებით, შევხვდებით ასევე, რომ უჰაერო საბურავიც გაუკეთებიათ. ეს არის საბურავი, რომელიც რეზინითაა გაკეთებული და ხრელები აქვს, რომ თავისი ამორტიზაცია ჰქონდეს უკეთესი და ესე მიდის ეს საბურავების განვითარება. ეხლა მთელი ვიდეო რო საბურავებმა არ წაიღოს და დღეს უკვე თქვენ ხედავთ თანამედროვე უჰაერო საბურავს, ანუ იქ რაც ნახეთ, რომ ჰაერის გარეშე საბურავი იყო გაკეთებული, მაგის თანამედროვე ვერსიას და აი აქ არის უკვე ხედავთ 50-იანი წლების საბურავს, რომელსაც თეთრი კედელი ჰქონდა და მოვედით უკვე აქამდე. ეს არის ჩვენი საბურავების ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ საბურავები ძალიან საინტერესოა, მინდა გადავიდე უკვე შემდეგ ავტომობილზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ავტომობილი, რაც დღეს ამ ვიდეოში შეგხვდებათ. ეს არის 1927 წლის დილეჯი აეროსპორტ კუპე, რომელიც არის იმ პერიოდიდან, როდესაც მიხვდნენ, რომ აეროდინამიკა ავტომობილისთვის მნიშვნელოვანი იყო და უკვე მანქანებს აკეთებდნენ ჰაერის ნაკადის მიხედვით, ანუ ჰაერის ნაკადი რო დაეჯახებოდა ავტომობილს, როგორ გაეკეთებინათ ისე, რომ მაქსიმალურად სუბუქად გადასულიყო ეს ნაკადები ავტომობილის ძარაზე. და შესაბამისად მივიღეთ 1930-იანი წლებიდან ასეთი მრგვალი ფორმები, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდია საავტომობილო ისტორიაში და ყველაზე მდიდრულად გამოიყურება. კონკრეტულად ამ ავტომობილზე, გარდა იმისა, რომ არის აეროდინამიკის წესების გათვალისწინებით გაკეთებული, გვაქვს suicide door-ი, გვერდითი მაჩვენებლები, რომელიც ძალიან საინტერესოა. ესეთი პლასმასის რაღაცაა, რომელიც გამოდის აქედან, როდესაც ძღოლი იქ ბერკეტს ხელით გადაწევს, მექანიკურია ეს რა თქმა უნდა და ეს აჩვენებს, რომ აქეთ ვუხო. თუ დააკვირდებით, სარკე არა აქ ამ ავტომობილს, იმიტომ რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ინჟინრები ძალიან თავისუფლად და მარტივად აკეთებდნენ ყველაფერს, იმიტომ რომ რეგულაციები ავტომობილებს დიდი არ ჰქონდათ და აი მოხვევის ციმციმა ნახეთ როგორი პატარა, იმიტომ რომ ამ დროს არავითარი რეგულაციები არ იყო. შესაბამისად ინჟინრებს შეეძლოთ აეროდინამიკა მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ. სარკე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ავტომობილის აეროდინამიკისთვის და 124-ს მაგიტომ გააკეთეს ერთი მხარე პატარა სარკე, იმიტომ რომ ეგ პრობლემა მოეგვარებინათ. რომ შემოხვალ ამ სივრცეში და რო ვიფიქრებ, რომ ალბათ ყველაზე ლამაზი მანქანა უკვე ნახე, რომელიც პეტერსენის მუზეუმში დღეს არის, იქვე გვერდზე გადახვალ და დაინახავ ამას. ეს არის მეგობრებო, არც მეტი, არც ნაკლები ჩეხოსლოვაკიაში დამზადებული ავტომობილი, რომელიც ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ავტომობილი, რაზეც ოდესმე მისაუბრია თქვენთან. და ეხლა ნახეთ ამ მანქანაში რა ხდება რა. ეს არის 1938 წლის ტატრა T87, რომელიც არის 8 ცილინდრიანი ძრავით, კი ბატონო, უკანა წამყვანი, შესაბამისად ამ მანქანას არ აქვს კარდანი და მინიმალური დანაკარგი აქვს ძრავიდან საბურავზე ძალის. თუმცა აქ არ მთავრდება ამ მანქანის სიგიჟეები რა. ამ მანქანას აქვს 82 ცხენის ძალა და ძრავის ბლოკი არის დამზადებული მთლიანად მაგნეზიუმისგან, რაც ძალიან ეფექტური იყო იმ პერიოდისთვის. ასევე უცნაურად არის ეს ძრავი აღჩადებული, ნახეთ უკან კიდევ ძრავი, მაგრამ ძრავსა და სალონს შორის არის ძალიან ყრუ კედელი, რომელიც მანქანას ძალიან ჩუმადაც აქცევს და საკმაოდ ეფექტურია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ უკან, როდესაც ძრავი დევს პირდაპირ საბურავებს აწვება წონა, მანქანა ძალიან სწრაფად ჩქარდება, აღარ ჭირდება კარდანი, რაც საშუალებას იძლევა, რომ ძრავში შექმნილი ძალა მიიტანო მაქსიმალურად
კარგად და დანაკარგების გარეშე საბურავამდე და თან ვიზუალი აქვს ულამაზესი რა. უბრალოდ დააკვირდით. წირო სამი ფარი აქვს, მაგაზე უკვე აღარაფერს ვამბობ რა, განსხვავებულია და ძალიან ლამაზია. კი, ალბათ ბევრი შეამჩნევით, რომ ბიტლს გავს, მაგრამ აქ ბიტლობა არაფერ შუაშია, ეს უბრალოდ იმ პერიოდისთვის ძალიან ეფექტური დიზაინი იყო. აი თუ დააკვირდებით, აქ საჰაეროები აქვს, რომლიდანაც ძრავი გრილდება და უკან აი ეს ფარფლი აქვს. და მთელი ეს ჯადოქრობები, ეს დიზაინი, ეს მრგვალი ფორმები, ეს ფარფლი, მანქანას საშუალებას აძლევს, რომ ქონოდა წინაღობის კოეფიციენტი ორჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე იმდროინდელი სტანდარტებით იყო აღიარებული და მიღებული. ასევე აქ გვაქვს suicide door-ი, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ suicide door-ი. თუ დააკვირდებით, პეტლები აქვს აი აქ ავტომობილს. ეს ნიშნავს, რომ წინა კარი suicide-არი და უკანა კარი ჩვეულებრივია. ეს კი ნიშნავს, რომ ეს კარები აი ესე გამოიღება. და ძალიან ლამაზი იქნება. ამანქანის ღირებულება დღეს დაახლოებით $600,000-მდეა და ძალიან დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი სიმართლე გითხრათ რა. შეიძლება ხო ცოტა გადაკეთება დაჭირდეს, რომ თანამედროვეობაში სიარული და ოპერირება შეძლოს რა, იმიტომ რომ ძრავი უკვე ძველია და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამის რესტო მოდს უდიდესი სიამოვნებით ვიყოლიებდი. ხო და როდესაც უკვე იფიქრებ, რომ ყველაზე უცნაური მანქანა ნახე პეტერსენის მუზეუმში, მოტრიალდები და დაინახავ ამას. ეს ქალბატონებო და ბატონებო არის fascination, მომხიბვლელობა ქართულად და არ მოგესმათ, ნამდვილად ასე ქვია. მოკლედ, აი, ჩემი თუ არ გჯერათ თქვენით ნახეთ. ეს არის 1969 წლის პროტოტიპი, რომელიც შექმნილია პოლ M. ლუისის მიერ. იყო ესეთი ადამიანი, რომლის არსებობის შესახებ არც მე ვიცოდი, სიმართლე გითხრათ, დღეს გავიგე და ეს ადამიანი იყო თვითმფრინავების ძალიან დიდი მოყვარული. მან შექმნა ეს პროტოტიპი, იმიტომ რომ ფიქრობდა, რომ ასეთი ავტომობილები იქნებოდა მომავლის გასაღები. ეს მანქანა თავიდან ბოლომდე არის აეროდინამიკის წესებით გათვალისწინებით შექმნილი, თუმცა ის არასოდეს არ ყოფილა ქარის ტუნელში. ანუ დახატეს ტესტირებების გარეშე, მაგრამ გააკეთეს ძალიან აეროდინამიური. საინტერესო რაღაც ამ მანქანის შესახებ არის ის, რომ თუ დააკვირდებით, აგერ საბურავი ისეა მოწყობილი, რომ ადგილზე შეუძლია მანქანას დატრიალება. 65 ცხენის ძალა ჰქონდა ამ ავტომობილს და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ავტომობილია, რომელიც პეტერსენის მუზეუმში დგას. თუმცა არ შეიძლება მე ახლა გავაგრძელო ეს ვიდეო ამის გარეშე. იცანით ხო მეგობრებო? კი ბატონო, ეს არის დენ ვინჩესტერის მანქანა, Supernaturals-ი, ვისაც გაქვთ ნანახი, ისინი მიხვდებით ეს რა ავტომობილია, ვისაც არ გაქვთ ნანახი Supernaturals-ი, გირჩევთ რომ აუცილებლად უყუროთ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე კარგი შოუ სერიალი, რომელიც ოდესმე შექმნილა გასართობად. გასართობად, მოკლედ ამაზე მაგარ სერიალს ვერავინ ვერ ნახავთ რა. რავი არის Supernaturals-ზე კაი ტიპი სერიალებში რამე არ მეგულება რა. მოკლედ ეს არის 1967 წლის Chevrolet Impala 4-კარიანი. სხვათა შორის მე ამანქანის ყიდვა მინდოდა, მაგრამ 4-კარიანები არის ძალიან რთული საშოვნელი და ვერ შოულობ რა. ანუ 2-კარიანები ბევრია, მაგრამ 4-კარიანი ძალიან რთული საშოვნელია. ახლა კი კიდევ ერთი კინოს გმირი, რომელიც ალბათ უფრო მეტ ადამიანს გეცოდინებათ. ეს არის ტრანსფორმერების, პირველი ტრანსფორმერების Bumblebee. ის ავტომობილი, როგორც ჩვენ Bumblebee გავიცანით და კი ბატონო, ეს არის ის ავტომობილი, რომელშიც Prime Mega Fox-ი ააგდო იმ ტიპს სახელი აღარ მახსოვს რა ქვია რა და კი ბატონო, აი ამ სკამზე იჯდა Prime Mega Fox-ი და თქვენი გარყვნილი გონება ეხლა შეგიძლიათ მოტოკოთ, თუმცა როგორც მანქანად ეს არის ჩემი აზრით ბევრად მაგარი ვიდრე ეს არის ამასაც და ამასაც იმ ფილმში იყენებდნენ გადაღებებში, მაგრამ ეს სიმართლე გითხრათ ეს უფრო მომწონს. და ხო, აი ხა დაახლოებით ეს კადრია, რასაც Megan Fox-ი კაი, მოდი ახლა გავაგრძელოთ გზა, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი კინოგმირი ავტომობილიცაა. მაგალითად, მოდი ახლა ცოტა კლასიკა sci-fi-ისკენ გადავიდეთ და Blade Runner-ი, ვისაც გაქვთ პირველი ნანახი, აგერ Blade Runner-ის ავტომობილი. ეს არის კონკრეტულად ის მანქანა, რომელსაც გადაღებებში იყენებდნენ. ხედავთ, რომ ძალიან კარგად არის გაკეთებული ეს ყველაფერი. აი ესეთი ტიპია. აი, ნახეთ. შეგნით მონიტორები როგორ არის გაკეთებული, ნახეთ ჩვეულებრივი. მეცა, აი, ჩვეულებრივი სტიკერებია დაკრული. ესეთი სავარძლებია. მოკლედ ძალიან მაგრად აქვს დამუშავა, ეს სქემები ჩანს თითქოს და ასე შემდეგ. რა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ბუტაფორია. აი ეს მოტო თუ იცით საიდან არის? დაწერეთ კომენტარებში, მაინტერესებს რამდენი იცნობთ და მიხვდებით. ახლა კი ყველაზე განგსტერული მანქანა უნდა გაჩვენოთ, რომელიც ამ მუზეუმში დგას. და დარწმუნებული იყავით, რომ ძალიან მოგეწონებათ. აბა 1, 2 და 3. ნახეთ რა მაგარია. ეს არის ძალიან მაგარი.
ეს არის 1951 წლის Mercury Club კუპეზე დაფუძნებული ავტომობილი, რომელსაც ქვია Hirohata Mercy. ეხლა რატო ქვია Hirohata Mercy? 1953 წელს Navy-მ, ანუ საზღვაო დესანტმა Hirohata-მ შეიძინა 1951 წლის Mercury, რომლის გადაკეთებაც მოინდო. მას უნდოდა რომ ეს მანქანა გადაეკეთებინა და მოტორამაზე გაიყვანა. საინტერესო ისაა რომ მოტორამამდე დარჩენილი იყო დაახლოებით 3 კვირა და 14 დღეში უნდა დამთავრებულიყო ავტომობილის გადაკეთება, რომ მოტორამაზე წაიყვანა. მან ეს ავტომობილი მიიყვანა Barnes Custom-ში, კომპანია იყო მაშინ, რომელიც ავტომობილების custom-ებს აკეთებდა და მათ უთხრათ რომ ყველაფერს დაანებეთ თავი და ეს მანქანა გადამიკეთეთ და რასაც იტყვით გადაგიხდითო რა. დაიწყეს ამ მანქანის გადაკეთება 14 დღეში მორჩნენ და მიიღეს ეს შედეგი და რა თქმა უნდა Hirohata-მ ეს რო ნახა გაგიჟდა, ანუ რა არა ამ ქვეყნიური იყო, მაგრამ უფრო მეტად გაგიჟდა, როდესაც ბილი მიუვიდა რა გადასახადი. $3,500 დაჩარჯეს ამ ყველაფერში. რომ აგიხსნათ 1953 წლისთვის $3,500 რამდენად ბევრი იყო, გეტყვით რომ იმ პერიოდისთვის მაგ ფასად ალბათ სახლს იყიდდა ტები, აი საქართველოში ახლა მაგალითად დიღომში რომ კერძო სახლი შეიძინო დაახლოებით ეგთან ხარ. და მაშინ Hirohata იხსენებს რომ მეო ძალიან ბევრი რაღაცის გაყიდვა დამჭირდაო სახლიდანო, რომ ამ მანქანის ბილი გადამეხადა, მაგრამ ღირდაო. იმიტომ რომ ეს ავტომობილი 1991 წელს შეიტანეს სოფლიოს ყველა დროის top 10 custom-ში. ამბობენ რომ ლეგენდა, ანუ ეს მანქანა ეხლა რაც ჩემს წინ დგას, არის custom-ის ლეგენდა. ეს არის ალბათ ყველაზე სწორი და კარგი გადაკეთება ავტომობილის, რომლის გაკეთება შეიძლება ვიზუალურად ფანტასტიკურად გამოიყურება, ორფერშია, შეღებილი და ულამაზესია, მაგრამ მე ყველაზე მეტად მომწონს ამ მანქანის ცხვირი. გვერდიდან რომ გახედავთ, ნახეთ რა როჟაა. იცით რას გავს? ბელუგაროარი დელფინი, აი მაგას. არ გავს? დაწერეთ თქვენი აზრით კომენტარებში რას გავს ეს მანქანა. მოკლედ ძალიან დიდი ხანი დაუთვი ამ მანქანას, მაგრამ ღირდა, იმიტომ რომ ყველაზე მაგარი custom-ია, რაც კიდევ გაკეთებულა. თუმცა, აქეთ რომ მოტრიალდები, დახვდება უკვე Bugatti-ის ლეგენდა. ეს მანქანა არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი აქ. ნუ დაბლა დგას უკვე 20 მილიონიანი მანქანა, იმასაც გაჩვენებთ, მაგრამ ეს მე მაგრად მომწონს. ახლა კი მეგობრებო, წარმოგიდგენთ მანქანას, რომელიც აუცილებლად მინდა ჩემს ფარეხში, აი აუცილებლად ყოველ მიზეზს გარეშე. და ეს არის 1953 წლის Buick Wildcat-ი. ეს არის პირველი სპორტული ავტომობილი, რომელიც Buick-მა გააკეთა, გარდა იმისა, რომ ულამაზესად გამოიყურება, აი ეს საჰაეროები წინიდან აქეთ ნესტოები აქ დამატებული და აი ეს ლოგო ძალიან მაგარია. გარდა მაგისა, Buick-მა ამ მანქანაში გამოიყენა რამდენიმე ინოვაციური რამ. პირველ რიგში ეს არის სრულად fiber body, ანუ სტეკლოვატასროვე ზახით ეგ არის, რომელიც მაშინ ავტომობილებში არ გამოიყენებოდა და აღმოაჩინეს, რომ საკმაოდ კარგად შეიძლებოდა ამ ნივთიერების დამუშავება და ფორმის მიცემა, ასევე იყო ძალიან მსუბუქი. ძალიან საინტერესოა ამ მანქანის დისკი. ეს არ არის დისკი, მეგობრებო, ეს არის ფიქსირებული, რომელიც სიარულისას არ იხევა, ეგეთი ხუფი, რომელიც ასევე მუხრუჭების გაგრილებას ემსახურება. რა ნახეთ, ეს არ მოძრაობს სიარულისას, სტაციონარულად დგას, აქედან შედის ჰაერი და გრილდება მუხრუჭები. და ამით საშუალებას აძლევს მანქანას, რომ მუხრუჭები კიდევ უფრო დიდხანს შეინარჩუნოს და უკეთესად გაჩერდეს რა. სალონი არის ფანტასტიკურ მწვანე ფერში გაკეთებული, რომელიც არის ულამაზესი, ეს საჭი არის ულამაზესი. მოკლედ, ამ მანქანას დიზაინში არაფერი არ დაეწუნება, ძალიან ლამაზია და უკანა მხარეც არის რაღაცა ზღაპრული და საოცარი. აი გული ამიჩქარდა. ხო მართლა Buick-ში არის 5.3 ლიტრიანი ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 198 ცხენის ძალას, რაც იმ პერიოდისთვის საკმაოდ ნორმალურია. ახლა ვერ ვიტყვი რომ საოცრებაა, მაგრამ ნორმალური არის კი ბატონო რა. გვერდზე კი უდგას აი ეს ულამაზესი Pontiac Pariseni, რომელიც ასევე ძალიან ლამაზია და განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს მისი ვარდისფერის სალონი. ნახეთ, როგორი მდიდრულია. ქრომირებული საჭე და უკანა ეს კომფორტული სავარძელი. კარგაა ფაქტობრივად ეს მანქანა, ნახეთ რა მაგარია. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილიც არ ჩაშობულა წარმოებაში, მოტორამას ავტომობილია, ეს მოტორამაზე აჩვენა GM Motors-მა და ეგ არის და ეგ. ახლა კი გაჩვენებთ ყველაზე მახინჯ მანქანას, რომელიც აქ დგას. ნახეთ, რას გავს. ასე მგონია, რომ დანტესთან უნდა მივიდეს ახლა და ბრეკეტები ჩაიდგას. ეს რა უბედურებაა რა. ნახეთ, ანუ ყველა მხრიდან მახინჯია. კუთხე არა აქ ამ მანქანას რომ მახინჯი არ იყოს. ეს რა არის? ბიჭო, ნუ ახლა ეს შემთხვევით არ გამოუვიდოდეთ, ალბათ უნდათ რომ ასეთი მახინჯი გაეკეთებინათ. მაგრამ სამაგიეროდ აქეთ არის უკვე ლამაზი. აი ამას თუ არ ჩავთვლით რა. აი 35 წლის ბიჭივით რო აქვთ მაგაცვენილი. ჯერ უარ გადაუნერგავს. რა უბედურებაა ეს. უკდენა შედარებით ლამაზია, ეგეთი მახინჯი არ არის.
მეორე სართულზე ჩამოხვა თუ არა დაგხვდება ყველაზე უცნაური ავტომობილების კუთხე. აქ არის ყველაფერი უჯიშო, რაც კიდევ საავტომობილო სამყაროში შექმნილა, მაგრამ მოდი სანამ ამანქანებზე გადავალთ, მანამდე მინდა ეს კუთხე დაგათვალიერებინოთ. ეს არის მოტოციკლეტების კუთხე პეტერსენის მუზეუმში. თქვენ აქ ნახავთ ერთ-ერთ პირველ Indians, რომელიც არის 1908 წლის მოდელი. ჩემი მოტოციკლეტის წინაპარი. ნახეთ რა მაგარი რაღაცა, ჯერ რა ლამაზია. დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან ლამაზია. ეს არის ჩვეულებრივი ველოსიპედის ჩარჩო, რომელზეც არის დაყენებული 2 ცილინდრიანი ძრავა. აი ეს არის ძრავა და აქ არის ბაკი. ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც ინდიანმა თავისი ეპიკური დიზაინი შეიძინა, უკანა ფრთაში რომ ბაკი მოათავსა, ამის ინოვაცია მას ეკუთვნის და უკვე მაგ დროის მოტოციკლეტია ეს. იგივე დროის მოტოციკლეტი უდგას აგერ Harley Davidsons, რომელიც ასევე ულამაზესია, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც არის ეს ამ პერიოდიდან. ნახეთ რა მაგარი, ეს არის Indian Single. ჯერ კიდევ ერთ ცილინდრიანი, როდესაც ხო ინდიანი და თავისი ფერი, როდესაც ქონდა ეს წითელი ფერი, რომელიც მე ჩემ მოტოციკლეტში დაიბრუნა უკვე რა, მე დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული ქონდა ინდიანს ეს ფერი. ეს არის ერთ ცილინდრიანი ძრავა და აქ უკვე ბაკი არის აქ. და ეხლა მინდა დავუკვირდეთ რამხელა სიგიჟია, რომ ტიპის ზიხარ ამ მოტოციკლეტზე ტრაკი აქვს კიდევ კვერცხები გაქვს ჩამოდებული ბაკზე და ტრაკში ფეთქავს ერთ ცილინდრიანი ძრავა. აი ეს ნორმალურია? მაგრამ ეს არის 1908 წელი, მაშინ როდესაც ადამიანები სხვანაირად იყვნენ ნაკეთები. ამას სხვანაირად ამას უბრალოდ ვერ ახსნ. აი ხედავთ როგორი დიზაინები ქონდა იმ პერიოდის მოტოციკლეტებს. თითქმის ერთ დიზაინს იმეორებს ყველა და ინოვატორი იყო ინდიანი იმ პერიოდში ამ დიზაინების. აი ნახეთ რა მაგარია. გაჩვენებთ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოტოს, რომელიც აქ დგას. ოღონდ ჯერ ამას გაჩვენებთ. ეს არის 4 ცილინდრიანი მოტო 1912 წლის Pierce 4, რომელიც ამითარებდა 55 მილ საათში და ქონდა 6 ცხენის ძალა. ეს კი არის უზარმაზარი Pope Model L, რომელსაც ქონდა 15 ცხენის ძალა და 70 მილს ამითარებდა. ახლა კი მოდი დავუბრუნდეთ ყველაზე უჯიშო ავტომობილებს და აი ეს სიმახინჯეები დავათვალიეროთ. ეს არის 2016 წლის კონცეპტ კარი, რომელიც 31 მილს ამითარებს საათში, ელექტრომობილია რა თქმა უნდა, აბა შიდაწვიზრავიანი ესეთი მახინჯი ვერ იქნება და მოსიარული კუბია რა, ხელოვნება, რო კითხო თანამედროვე ხელოვანებს, უბედურება რაღაც საშინელება. ეს არის 1966 წლის კანარა, რომელიც Chevrolet-ის ლოგოებით არის. ეს არის სხვათა შორის თინეიჯერის მიერ შექმნილი ავტომობილი, 64-დან 66 წლამდე მუშაობდა ამაზე თურმე და კანარა ერქვა იმ ტიპს რა, გვარი იყო კანარა და ეგეთი რაღაცა თქვა, რომ ესო ჩემი ახალგაზრდული კრეატივიდან წამოვიდაო რა. რავი, სიზმარი მაინც არ ქონდა, ნახე მაგ ჩემი თელი თავის ცხოვრება. ეს რა მაგრამ რავი, რას გავგებ ხელოვანს. ხელოვნების მთელი იდეა ისაა, რომ ყველა თავისებურად ხედავს სამყაროს და ცდილობს აჩვენოს სხვებს თვითონ როგორ ხედავს სამყაროს. რაშიც წარმატებას უსურვებ მას და ეს მანქანა თქვენ უკვე ნანახი გყავთ ჩემ ვიდეოში, რომელიც შვეიცარიიდან ჩამოვიტანე, ეს არის Lancia Stratos-ი 0, სხვათა შორის ეგ ვიდეო დამიბლოკეს პირველი, იმიტომ რომ მაგ ვიდეოში გამოვიყენა, უბრალოდ ედიტორმა გამოიყენა კადრი, პატარა კადრი, რომელიც ქართველების გადაღებული ყოფილა დიდი საათების წარმოებელი კომპანიისთვის რა და არ მომწერეს არაფერი ეგრევე სტრაიკი დამადეს რა და მე რომ მივწერე მეთქი ანუ სახელი მეილი რომ წავიკითხე ქართულს გავდა და მეთქი შენ დამადე თქო სტრაიკი თქო რაღაცის და არ მიპასუხეს ქართულად რა და მე ინგლისურად მივწერე და მიპასუხეს რომ წაშალეო ეგ ვიდეო და სტრაიკს ახსნილი და მეთქი ოკეი უცხოელები არიან და კაი თქო და მე მოხდა ეგეთი უცნაური რაღაცა რომ ეს ვიდეო რა მაშინ ჩემი პარტნიორები ვიცოდნენ კომპანიები მაგათთვის დალინკვა დამჭირდა და გადავიყვანე Unlisted-ზე. ცოტა ხნით Unlisted-ი არის, მარტო ლინკით რო შეგიძლია გახსნა. და ვიღაცა ტიპი მირეკავს, რომ აი ისო რო შევთანხმდითო რომ უნდა წაშლილიყო ისევ რატო დევსო და მეთქი ვინა ხარ თქო რა ქართველები ხართ და ხო მე ბიჭო მე ქართველები თუ ხარ ჯერ გეთქვათ ეგრევე სტრაიკს რომ ადებდით იქნება ვაფშე ვშლიდი მაგ მონაკოს ახლა სტრაიკ დადებულზე ვერც იმ მონაკოს ვერ ამოვჭრი და ვერაფერი და ხო არაო ბაზარი არაო ესა რაღაც პროსტა უბრალოდ პრობლემი შეიძლება და შექმნოდაო და კაი მეთქი ახლა ეგ ვიდეო პაბლიშება მაინც არ დევს რა Unlisted-ზე დევს, იმიტომ რომ მინდოდა მეჩვენებინა თქო და ხო ბაზარი არაო და ეგრე დამთავრდა ეგ ამბავი, მაგრამ საბოლოო ჯამში მოხდა ისე რომ დაბლოკილია რა, სტრაიკი რო არ დაედოთ და ჯერ რომ მოეწერათ, ამოვჭრიდი იმ პატარა მონაკოს და აღარ მომიწევდა წაშლა ვიდეოსი რა და ეგეთი ცუდი რაღაცა მოხდა, ამიტომ ეხლა რომელიც დევს მაგას შედარებით ცოტა ნახვა აქვს, ის ბევრნახვიანი დაბლოკილია რა. ეხლა მოდი გავაგრძელოთ, ეს არის M Turbo, უпроსტად BMW Turbo, რომელზეც მე მოყოლილი მაქვს ჩემი YouTube ვიდეოში. ეს არის როდესაც პირველი M-ი იქმნებოდა იმ პერიოდში მაგისთვის შეიქმნა კონცეფტი და ამ კონცეფტს ერქვა BMW Turbo. ძალიან მაგარი რაღაცა გააკეთეს, აქ ბევრი იმუშავეს და
ყველას გირჩევთ რომ ეგ ვიდეო ნახოთ და BMW-ის ისტორია ძალიან დეტალურად მაქვს მოთხრობილი. აქეთ კი ისევ არის ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ეპიკური და საკაიფო მანქანა ეს არის Lancia 1977 წლის Stratos-ი, რომელიც რალისთვის იყო გაკეთებული და ანუ აი ეს მანქანა მინდა. ეს არის ის ავტომობილი, რომელიც გარაჟში მინდა რომ ყავდეს. მაგრად გავერთობოდი ამ მანქანით, ძალიან მაგარი მანქანა. ნუ რალის ჩემპიონი ეს მანქანა, ბევრი გამარჯვებები ჰქონდა, ძალიან მსუბუქია და ნუ Lancia-ს ისტორია რალიში ცალკე ვიდეოს თემა, რომელიც აუცილებლად უნდა გავაკეთო და გავაკეთებ კიდეც გვირდებით. ახლა კი უკვე ჰიპერქარებისკენ გადასვლის დროა და აქ ჰიპერქარები ნამდვილად არ გვაკლია და უბრალოდ ჰიპერქარებზე არაა საუბარი. ეს, მეგობრებო, არის CLK GT-ერი. ალბათ ყველაზე ეპიკური Mercedes-ი, რომელიც 60-იანი წლების მერე შეიქმნა. 2002 წელს არის ეს Mercedes-ი გაკეთებული და ის დაფუძნებული არის ჩვეულებრივ CLK-ს ბაზაზე. CLK-ს ბაზა არის აღებული, რა თქმა უნდა, საბურავებს შორის დაშორება შესრულია, გაგანიერებულია, მაგრამ ბაზად არის CLK გამოყენებული. ამ მანქანას აქვს 6.9 ლიტრიანი ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 612 ცხენის ძალას და მაქსიმალური სიჩქარე აქვს 200 მილი. ეს არის ტრეკის მონსტრი, რომელიც 0-დან 100-მდე 3.8 წამში ჩქარდება და საშუალო ფასი ახლა ამ მანქანაზე არის 1.6 მილიონი დოლარი. ნახეთ რა მაგარია. სხვათა შორის ამ მანქანის ისტორიასაც ვყვები მე ჩემი C-კლასის ვიდეოში. ეს მანქანები დაფრინავდა აეროდინამიკის პრობლემების გამო და მოკლედ ძალიან საინტერესოა. ეს კი მეგობრებო არის, როდესაც Chrysler-მა გადაწყვიტა რომ ჰიპერქარი გაეკეთებინა. ეს არის Chrysler Me412, ანუ Me412, რა უაზრო სახელია. 248 მილს ამითარებს საათში, ეს ამბობენ და 850 ცხენის ძალა აქვს. ხოლო 100 კილომეტრამდე 2.9 წამში ჩქარდებაო. რაც 2004 წლისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იყო. Bugatti-ს წააგავს რაღაცით, მაგრამ უფრო ოთხკუთხედია. Veyron's და რა თქმა უნდა, ჰიპერქარებზე საუბარი არ შეიძლება უჯიშო მანქანის გარეშე. ანუ ეს რა არის? Isdera 1121, ამას პირველად ხედავ, სიმართლე გითხრათ, უნდა ჩავხედო რა არის. 93 წელს არის გაკეთებული, 6 ლიტრიანი ძრავა აქვს, 212 მილს ამითარებს, 402 ცხენის ძალა აქვს და 4.7 წამში ჩქარდება 100 კილომეტრამდე. საკმაოდ კაი მაჩვენებლებია 1993 წლისთვის, მაგრამ რო გითხრათ, რომ გადასარევი და რაღაცა ვაიმე ეს რა ვნახეთ ხო არა. ძალიან უცნაურად გიდას აქვს სარკე ძღოლის თავზე, რომ პირდაპირ უკან გაიხედოს ძღოლმა, რაც აეროდინამიკას როგორ ემუშავება არ ვიცი, მაგრამ საინტერესო გადაწყვეტილებაა რა. ეს არის საავტომობილო მომავალი, ეს არის Waymo-ს თვითმართვადი მანქანა, რომელიც თავისი დადის სან-ფრანცისკოში ბევრჯერ მიმგზავრია ამ ავტომობილით, ვიდეოებიც მიდევს, ნუ Waymo-ი არ არის, სხვა არის, მე რა ვიდეოც მიდევს, მაგრამ ვიდეოც მიდევს, როგორ ჩაიკეტა ერთ მონაკვეთში ის მანქანა, ვერ აჩერებდა და დამატარებდა კრუგებზე. მოკლედ ძალიან ბევრს მუშაობენ, რომ ავტომობილები თვითმართვადი გახადონ. აქ დგას ამ მანქანის ნამდვილი ვერსია, ესეთები დადის სან-ფრანცისკოში უამრავი, აი უამრავზე უამრავი. ხო, მოკლედ დღეს მოусმინე მეგობრებო, ეგეთი რაღაცა რომ Nvidia თურმე გაერთიანდა ორ კომპანიასთან ერთად. ერთ-ერთი არის ხელოვნური ინტელექტის კომპანია რაღაცა, ვერ დავიმახსოვრე სახელები. და ავტოწარმოებელი Palantir-თან და ერთად გადაწყვიტეს რომ გამოუშვან ავტომობილი, რომელიც თვითმართვადი იქნება. ეს თვითმართვადი ავტომობილი იმუშავებს ტაქსით. რაც ჩემთვის როგორც საავტომობილო ენთუზიასტისთვის ძალიან ცუდი ამბავია. არ მინდა თვითმართვადი მანქანები. ნუ ტაქსით მინდა ახლა, ბაზარი არა. ტაქსი თუ იქნება არა პრობლემა, მაგრამ მე რო თვითმართვადი მანქანა მყავდეს არ მინდა. თუმცა ფიქრობენ რომ მე მგონი OpenAI არის მესამე კომპანია. არ მახსოვს მოკლედ რა, დღეს უსმენი Delete Business News-ებში. მოკლედ თვითმართვადი მანქანაზე მუშაობენ და 2027 წლისთვის 100,000 თვითმართვადი მანქანა გვეყოლებაო, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, თუმცა ძალიან ცოტა. კარგი, ახლა კი მინდა BMW-ს აი ეს კონცეფტი გაჩვენოთ, რომელიც 2009 წელს წარგვიდგინეს და რომელიც ასევე გამოყენებულია შეუსრულებელ მისიაში. ეს არის BMW i8-ს კონცეფტი და ალბათ i8 ის არის ის შემთხვევა, რომელიც ძალიან გავს კონცეფტს და იშვიათია ეგეთი შემთხვევები, თუმცა მე ეს მოდელი ძალიან მომწონს. სიმართლე გითხრათ, მე i8-ს ძალიან მომწონს, მაგრამ ეს რაღაცა ეპიკია უკვე რა.
ძალიან მაგარი კონცეფტია მოკლედ რა BMW-ს რო არ შეეშლებოდა ჩვენ ვიცით ეხლა ვიცი ბევრი ასე ვთქვათ წაუმაძახებთ რომ შენ BMW-ს მოყვარული ხარო და მაგიტო იძახი მაგასო მაგრამ არა უშავს მივეჩვიე რომ რაღაც მიკერძოებულობას მაბრალებენ ხოლმე ზოგი BMW-ს მოყვარულობას მაბრალებს ზოგი Mercedes-ისას იმ დროს ვასტები მიწერდა რომ Mercedes-ს მოყვარული რო ხარო ვიციო მაგრამ ეს რა წესიაო და მეთქი რა ვიცი ჩამოყალიბდით კაი ერთადერთი ელექტრომობილი რომელიც სიამოვნებით მეყოლებოდა ალბათ რა სხვა არ მახსენდება, შეიძლება სხვა არის, მაგრამ ამ წუთას არ მახსენდება. ეს არის Tesla Roadster, რომელიც 2017 წელს წარგვიდგინა მასკმა და თქვა, რომ უკვე 2019 წელს იქნებოდა ქუჩებში ივლიდა, მაგრამ ჩემფეხები ვერაფერიც ვერ არის. და აგერ ასე გამოიყურება, რა ძალიან მაგარ ვიძია, მაგრამ მომწონს ელექტრომობილისთვის ახლა მეტი რა გინდა, ბრმებს შორის ცალთვალია რა, მაგრამ ნუ ელექტრომობილის ყოლობაზე ძალიან მაგარ ვიძია. ალბათ ყველაზე ლამაზი ელექტრომობილია დღესდღეობით რაც გამოდის. თუმცა თუ მე იქნება კომპანია, რომელიც 1950-იანი წლების სტილში გააკეთებს ელექტრომობილებს, მე ალბათ მოხარული ვიქნები და ორი გაშლილი ხელით შევეგებები. კაი, მოდი ახლა ისევ ფილმების მანქანებს დავუბრუნდეთ. პინგვინი, ვისაც გაქვთ ნანახი, ეს არის ის მანქანა, რომელსაც პინგვინის გადაღებებში იყენებდნენ. პინგვინის ავტომობილი, რომელიც საკმაოდ რავი, როგორ გითხრათ, ანუ ძალიან ბანზია რა, ვიზუალურად მის ხასიათს კარგად გამოხატავს რა, როგორი ქაჯიც არის თვითონ პინგვინი, ისეთია ესეც რა, დახვეწა რო აკლია, მოუხეშავი ძალა, ცოტა პერიფერიული აზროვნებით და ეგეთი ვიყავს მანქანა რა. დიდი არაფერი. ხოვი, ნახეთ, წვანე ჰორნეტი. გახსოვთ? Green Hornet, კრაზანა. კრაზანა არის ჰორნეტი, მეგონი კრაზანაა კი. ნახეთ რა მაგარია. Chrysler Imperial-ზე არის დაფუძნებული ეს ავტომობილი. ერთ-ერთი ყველაზე ეპიკური ფილმის გმირია, მე მაგრამ ეს ფილმი რა ვიცი, არა ისეთი პოპულარული, მაგრამ მე მაგრამ кайფობ, კომედია, რაღაც რა მაგარი ტიპია. ვიზუალურად საკმაოდ მაგარი როჟა. და ეს მანქანა მომწონს მე ძალიან. ესეც კინოფილმის გმირია, ბიტლია, ჰერბი ქვია ამ მანქანას. ეს რა მაგარი როჟა. აი მე დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი ამ ავტომობილს და ამ ბიტლების რბოლას ვნახავდი რუსთავის ავტოდრომზე. წარმოვიდგინეთ, ესეთი ბიტლი რო დარბის 50 ცალი. საინტერესო ნახავი არ იქნება, ჩემი აზრით იქნება. რაღაც აი ლეგენდქარების რბოლა რო ჰქონდა დაახლოებით ეგეთია. მაგრამ მე მაგრამ მომწონს. მოდი ახლა ჩავიდეთ უკვე პირველ სართულზე, სადაც ალბათ ყველაზე ძვირადღირებული მანქანა დგას, რომელიც აქ დღეს ვნახეთ. ჩამოვედით პირველ სართულზე, ალბათ უკვე შეამჩნიეთ McLaren F1, მაგრამ მოდი სანამ მექმნივალთ, ჯერ გაჩვენებთ Gucci-s Cadillac-ს. აი ეს არის მეგობრებო, Gucci-s Cadillac-ი, რომელიც Gucci-სთან თანამშრომლობით გაკეთდა. ჯერ ხო ეს მანქანა მაგარი მაფიოზური მანქანაა, მაგრამ აქ ამ ფორმაში უკვე ბომბა 1984 წლის მანქანაა და აგერ აი წარდგენასაც ხედავთ ტელევიზიით ამ ავტომობილისას. ნახეთ როგორი ოქროს წარწერები აქვს. აი Gucci-s ფორმები. აი ესეთი იმენა Gucci-ა რა. ლოგოც ნახეთ. ახლა მინდა მეგობრებო გაჩვენოთ ძალიან უცნაური მანქანა, რომელიც Ford-მა გააკეთა იმისთვის, რომ მოეხსნა მსოფლიო რეკორდი საწვავის ეკონომიაში. ეს არის Ford Probi 4, რომელიც არის თავიდან ბოლომდე შექმნილი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ცოტა საწვავი დაწვას და როგორ შეიძლება საწვავის ეკონომია აეროდინამიკის გარეშე. ამ მანქანის ფორმებს თუ დააკვირდებით, ეგრევე მიხვდებით, რომ აეროდინამიკის მაქსიმალური გათვალისწინებით არის გაკეთებული. ხედავთ წვეტიან ცხვირს, ასევე ხედავთ ფარებზე საფარს, რომ აეროდინამიკა არ დაირღვეს, ხედავთ სარკეებს, რომელიც მაქსიმალურად გლუვად გადადის გვერდებზე. კი ბატონო, კონდიციონერი და სხვა მექანიზმები უკან არის მოწყობილი, აი ნახეთ. ამ მანქანიდან ამოიღეს ყველაფერი ზედმეტი, რომ აეროდინამიკისთვის ხელი არ შეეშალათ. საქარე მინის საწმენდიც კი არ აქვს ამ მანქანას და შესაბამისად მიაღწიეს საუკეთესო აეროდინამიკის მაჩვენებელს პერიოდისთვის, ეს იყო 0.15, ანუ წინაღობის კოეფიციენტი 0.15. მაგალითისთვის რომ აგიხსნათ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აეროდინამიურ სედანს, Mercedes E500-ს აქვს 0.26, ხოლო G80 BMW-ს, რომელზეც ამბობენ, რომ ძალიან აეროდინამიულია, აქვს წინაღობის კოეფიციენტი 0.22 და ამას აქვს 0.17. 0.17 ძალიან დაბალი, ანუ არა ამ ქვეყნიურად დაბალია. ხოლო ვისაც აეროდინამიკა არ ანაღლებდა დიდად და მხოლოდ უხეშ ძალას უყურებდა, მათთვის არის აი ეს ბიუკი. ალბათ გეცნობათ, ეს არის ის ბიუკი, რომელსაც Dom Toretto ატარებს ხოლმე, ნუ კონკრეტულად ის მანქანა არ არის, მაგრამ ეგ მოდელი ბიუკია რა. ეს არის 1920
97 წლის Buick GMX-ი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სპორტული Buick-ი და ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი. ამ მანქანას აქვს 3.8 ლიტრიანი V6-ის ტურბინირებული ძრავა და 276 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 1987 წლისთვის ეს მანქანა იმდენად სწრაფი იყო, რომ Ferrari F40-ზე სწრაფი იყო დრაგის ტრასაზე. კი ბატონო, აი ეს Buick იყო Ferrari F40-ზე სწრაფი. გინდა იჯერეთ, გინდა არა. ახლა კი იაპონური კულტურის მოყვარულებისთვის JDM-ი, ვისაც გევასებათ, მაქვს განსაკუთრებული სიურპრიზი. ეს არის GTR LM-ი. პირველად ხვდები ამ მანქანას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი GTR-ი, რომელიც ოდესმე შექმნილა 1995 წლის Nismo GTR LM-ი, რომელსაც აქვს 300 ცხენის ძალა და 2.6 ლიტრიანი ძრავა. ეს არის ტრეკის ვერსია. ამ მანქანას აქვს ძალიან საინტერესო ისტორია რა. ის შეიქმნა 1995 წელს იმისთვის, რომ ომოლოგაცია მიიღო მის საბოლოო ვერსიას. რა საქმე იმაშია, რომ იმ პერიოდში GT1-ის ბოლებს ჰქონდათ ეგეთი წესი, რომ მინიმუმ ერთი road legal ავტომობილს უნდა ევლო იმ მოდელისას, რომელიცაც რბოლაზე გამოდიოდნენ და ამიტომ Nismo-მ გადაწყვიტა, რომ გამოეშვა road legal ავტომობილი, ასეთი უკანა წამყვანიანი Suzuki GTR LM-ი, რომელიც გზებისთვის იქნებოდა სრულიად ლეგალური და მერე მაგით მიიღო მონაწილეობა რბოლებში. გააკეთეს ეს სიგიჟე, რომელიც ერთ ეგზემპლარად არის წარმოდგენილი და დღესდღეობით ალბათ იაპონური JDM კულტურის მიმდევრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ავტომობილია კოლექციაში. ამ წუთას ფასი რა აქვს ცნობილი არ არის ამ ავტომობილს, ანუ not applicable აწერია. მაგრამ იაპონური JDM კულტურა ვისაც უყვარს, ეს მანქანაც ეცოდინება. ახლა კი, სანამ ძალიან ძვირიან ავტომობილებზე გადავალიქით, მანამდე მინდა გაჩვენოთ არანაკლებ ძვირიანი ავტომობილი 1990 წლის Mercedes 560 სეკი. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი 560 სეკი. ეს არის ABC ექსკლუზივი, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი იმ პერიოდისთვის ამ კლასში. მაშინ ეს მანქანა ღირდა დაახლოებით $82,000. აი მაიამიში რო უნდა ყავდეს ზუსტად ისეთი მანქანა. მოკლედ ეს რა 560 არის თქვენ კარგად იცით, ჩემმა მაყურებლებმა გადაღებული მაქვს ეს მანქანა გერმანულმა წონიკ კომპანიამ ABC ექსკლუზივმა ამ მანქანისგან გააკეთა შემდეგ უკვე აი ასეთი ექსკლუზიური custom-ი, რომელიც ფანტასტიკურ ფერში გადაღება და დღეს ეს მანქანა $200,000-ზე მეტი ღირს რა. ანუ ჯერ ხო ძალიან მაგარი მანქანაა სტოკიც და მერე ესეთი გაკასტამებული ვაფშე ბიზდეც, მაგრამ წინ უფრო მაგარი custom-ები გელოდებათ. მაგრამ სანამ ამ custom-ებზე გადავალთ, მანამდე მინდა შეგახსენოთ, რომ ქარუმ გააკეთა მობილური აპლიკაცია. ამ მობილური აპლიკაციიდან შენ შეგიძლია გამოიძახო ავტოასისტენტი, შეიძინოს ავტომობილო დაზღვევად, ჩადგე რიგში ავტოსამრეცხოებში, მოკლედ ძალიან ბევრი სერვისი გვაქვს. შეინახო ზეთის გამოცვლები, ანუ ეს ელექტრობირკა გექნება, მანქანაზე ბირკის დაკვრა აღარ მოგიწევს და ეს აპლიკაციას გახსნი, რამდენჯერაც დაგაინტერესებს და ნახავ, ამდენზე შევცვალე ზეთი და ამდენზე მიწევს, всё, ანუ კაპოტის ქვეშ შეხედვა აღარ დაგჭირდება. მოკლედ ძალიან მაგარი რაღაცაა და ყველას გჭირდებათ ეს აპლიკაცია, ვისაც მანქანა ყავთ, აუცილებლად უნდა ჩაიწეროთ. ახლა კი მე თქვენ გაჩვენებთ ყველაზე გიჟურ customs აქ. ეს არის G-კლასი 126-ის ცხვირით. რა მაგარია რა? ხომ ახინჯია, მაგრამ ცოტა ხანს რო დააკვირდები, ხვდები რომ მაგარია. 1993 წელს ტენისის ლეგენდამ ივან ლედლიმ, სიმართლე გითხრათ არ ვიცი ეს ვინ არის და დიახ არც მაინტერესებს. მე რაც მაინტერესებს არის რამხელა ფანტაზიები ქონდა ამ ადამიანს ტვინში. იყიდა ეს G-კლასი და გადააკეთა და გახადა უფრო კომფორტული. მიუყვანა AMG-ს და უთხრა რომ თქვენ ჯიგრებო ხომ მაგრა დაკეთებთ Mercedes-ებს და განსაკუთრებით S-კლასებს. ხო და მოდი ახლა ავიღოთ ეს მანქანა და გადავაკეთოთ და გავხადოთ S-კლასებით კომფორტული. AMG-მ რაქნა იმ დარტყმულებმა აიღეს, ჩადეს რეკაროს სავარძლები ამ ავტომობილში, რომელიც ესე მოზრა ელექტროა, გათბობა აქ, ანუ ძალიან მაგარი მანქანაა. ავტომობილი გახადეს კაბრიოლეტი, რაც G-კლასს ყველაზე მეტად უხდება, შეღებეს ფანტასტიკურ 4 ფერში, თეთრი, კრემისფერი, მომწვანო და ყავისფერი და წინ ესეთი სიმახინჯე დაუყენეს. ეს არის S-კლასია თუ, მოკლედ, სედანი Mercedes-ის ცხვირია ფაქტია რა. და ესეთი რაღაც გაკეთეს. რაც ერთი შეხედვით რო შეხედავ, მახინჯია, მაგრამ მე რო უკვირდები, მაგარი კლასიკური რაღაცაა რა. აი ძალიან მაგარია. იმდენად მაგარია, რომ აი ეს გვერდზე რო Lamborghini SUV უდგას, აღარც აქვს ყურადღებას რა. აი კლასი ძმაო, აი oldman. აქეთ Lamborghini SUV-ია, რომელიც ალბათ ბევრმა თქვენგან მაიცის. ზოგმა თოფგირიდან იცის, ზოგმა ბრიგადადან იცის. მაგრამ რაც ძალიან ბევრმა თქვენგან არ იცის, არის ეს. ეს არის GMC-ის ყველაზე სწრაფი პიკაპი. მოკლედ 1997 წელს
GMC-ის ინჟინერებმა, Buick-ის ინჟინერებმა უთხრეს, რომ ჩვენ ხო გავაკეთეთ ძალიან მაგარი Buick GNX-იო რა, რომელიც Ferrari F40-ზე სწრაფიაო. მოდი ახლა ავიღოთო და მისი ძრავა ჩავდოთ პიკაპში და პიკაპი გავხადოთ ყველაზე სწრაფი მსოფლიოშიო. რაზეც რატომღაც General Motors-ის მენეჯმენტი დათანხმდა და 1991 წელს ეს სიგიჟე გამოუშვეს. ეს არის GMC Cyclone, ალბათ ეგრე ითქვას ქართულად, რომელიც ყველაზე აეროდინამიური პიკაპი იყო იმ დროისთვის და არის წარმოუდგენლად სწრაფი. მოკლედ ამ მანქანას აქვს 289 ზალა და 100 კმ/სთ-მდე ჩქარდება 4.3000 წამში. 4.3000 წამი რომ მაგიხსნათ რამდენად ეპიკური დროა, გეტყვით რომ ჩემ Mercedes C63-ზე სწრაფი 91 წელს გამოშვებული პიკაპი. რა თქმა უნდა, ნათელია რომ მხოლოდ 280 ვერაფერს იზამდა, აქ გვაქვს ყველაზე აეროდინამიური ძარა, რომელიც პიკაპებზე ოდესმე გამოუყენებიათ. ნახეთ როგორი გლუვია და რაც შეიძლება ცოტა ნასროტები აქვს და უკანა ესეთი რკინის საფარი აქვს, რომ აეროდინამიკა არ დაერღვოს. აი ეს ძალიან მაგარია. ჩვეულებრივი დრაგსტერი პიკაპია. კარგი, მოდი ახლა გადავიდეთ უკვე შემდეგ ავტომობილზე, რომელიც არის ყველაზე ძვირი მანქანა, რაც აქ ვნახე. ეს არის McLaren F1. მეგობრებო, თქვენ ამ მანქანაზე უკვე ძალიან ბევრი რამე იცით, ბევრჯერ მოხვდა ჩემს ვიდეოში. ეს არის 1995 წლის McLaren F1, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ავტომობილია, ტოპ 3 მანქანა რომ მითხრან, ერთ-ერთს ამას ალბათ ამას დავაყენებ გარაჟში. მანქანა, რომელიც გამოშვებიდან 10 წლის შემდეგ Bugatti-ს გადაუხდა სტარტში, მანქანა, რომელიც Mr. Bean-ს ყავდა და 200,000 კმ-ზე მეტი გაატარა, დღეს უკვე 20 მილიონზე მეტი ღირს ეს ავტომობილი და ჩემი ერთ-ერთი goal car-ია. ახლა კი მოდი მეგობრებო, ვიდეოს ბოლოსკენ გადავინაცვლოთ და შემოსასვლელში რა მანქანებიც დაგვხდა, მაგას გაჩვენებთ. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი, ლეგენდარული Gordon Murray-ის მიერ შექმნილი მანქანა. მოკლედ Gordon Murray, ვინც არიცით, არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტოდიზაინერი, რომელსაც ეკუთვნის McLaren F1 და Gordon Murray-მ გადაწყვიტა დაეფუძნებინა კომპანია, სადაც ადამიანებს შეუქმნიდა მის კერძო ავტომობილებს, ანუ უკვეთავენ მილიარდერები მანქანებს და ეს უხატავს და უქმნის, უწყობს. მაგალითად, ეს არის პირველი მანქანა, რომელიც მან 2025 წელს წარადგინა, ეს არის GMSV, ანუ Gordon Murray Special Vehicles S1, ანუ პირველი ავტომობილი, რომელიც არის McLaren F1-ის თანამედროვე ვერსია, პირდაპირ შეიძლება ითქვას. ანუ ძალიან მაგარია. სავარძელი შუაში აქვს, როგორც McLaren F1-ია გაკეთებული და ანუ მოკლედ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მაგარი collectible არის 2025 წლის. ანუ აი ყოჩახ Gordon Murray 79 წლის ასაკშიც კი ვოლკი ხარ. ახლა კი მოდი გადავიდეთ სხვა ავტომობილებზე. აქ დგას Porsche-ს სარბოლო ბოლიდი. ეს არის Koenig Special C62, ანუ Road Legal ვერსია Porsche 956-ისა და 962-ის, რომელმაც 24 საათიანი Le Mans-ის რბოლები მოიგო 1982-სა და 87 წლებში. მოკლედ ეს არის ალბათ ის, რასაც მილიარდერები აკეთებენ ხოლმე, როდესაც ვიღაცა იგებს Le Mans-ის რბოლებს. იხდიან უამრავ ფულს, რომ გამარჯვებულის road going, ანუ street legal ვერსია გააკეთო. ნახეთ რა მაგარია. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო ჩვენი პეტერსენის მუზეუმის ტური. იმედია მოგეწონათ ვიდეო. რაც იყო მაქსიმალურად შევეცადე მეჩვენებინა და ჩემთან ერთად გამოიწერეთ არხი, წარმატებებს გისურვებთ.